ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ ჩვენი დღის მთავარ თემას ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კანდიდატების წარდგენას. ჩვენ პირველ რიგში დავიწყებთ, რა თქმა უნდა, თბილისით, სხვათა შორის თბილისის მერობის კანდიდატი, აგრეთვე ერთ-ერთი მსხვერპლია, ერთ-ერთი დასხმის, ისევე ვაკეში, ვინ არის ეს ადამიანი, ამას წარმოგვიდგენს დავით ბაქრაძე. ბატონ დავით, მოგესალმებით. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა. ბატონ დავით, ვიდრე უფრო ფართოდ სხვა თემებზე ვისაუბრებდეთ, დავიწყოთ დედაქალაქით. ვინ არის თქვენი კანდიდატი და რატომ? მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან რთული ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი, როდესაც ვარჩევდით თბილისის მერობის კანდიდატს, იმიტომ რომ გვინდოდა რამდენიმე კრიტერიუმი ერთდროულად დაეკმაყოფილებია. გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო ახალი ადამიანი, რომელიც მოიტანდა ახალ ენერგიას, ახალ ხედვებს, ახალ იდეებს. და ამავე დროს ყოფილიყო გუნდის წევრიც, რომელიც გააგრძელებდა ყველაფერი კარგს, რაც ბოლო წლების განმავლობაში თბილისში გაკეთდა. გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო ახალი პოლიტიკური სახე, რომელიც არ იქნებოდა დამძიმებული წარსულის შეცდომებით და ამავე დროს ყოფილიყო ღირსეული ადამიანი, რომელიც შეძლებდა პოლიტიკური პასუხისგებლობა აეღო ყველაფერზე და არ გაქცეოდა არც ერთ თულ კითხვას. გვინდოდა რომ ყოფილიყო ჩვენი გუნდის წევრი და ახლობელი და ამავე დროს ყოფილიყო საკმარისად პრინციპული და მე ვიტყოდი ჯიუტიც იმისთვის რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო. უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, თბილისელი, კარგი ოჯახიშვილი, ქვეყნის პატრიოტი, მოკლედ ცნობილი ფილმის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, კარგი ოჯახიშვილი, განათლებული, წესიერი, პატიოსანი, ლამაზი, უცოლოდ სხვათა შორის, უნდა გვეპოვა ასეთი ადამიანი, ვეძებეთ და ვიპოვეთ და დღეს წარმოგიდგენთ ნაციონალური მოძრაობიდან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას. მოგესალმებით ბატონ ნიკა. მოგესალმებით ბატონ ნიკა. ბატონ ნიკა, დროებით გაბრძანდით. მოგესალმებით ბატონ ნიკა. ბატონ ნიკა, თქვენ ასეთი რამე გაქვთ ნათქვამი, პოლიტიკოსი მე არ ვარ და არ გვპირდებით რომ ცხარე დებატებში ბეჭებზე დავცემ ჩემს ოპონენტს. თქვენ არ გაქვთ ასეთი დიდი პოლიტიკური წარსული, როგორც შეიძლება ზოგიერთ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად დარბაზში იმყოფება, მაგრამ თქვენ როგორ თვლით, თქვენი ერთ-ერთი კონკურენტი ამბობს, რომ მერი უნდა იყოს მეურნე და არა პოლიტიკური ფიგურა. თქვენ იქნებით თუ არა ამ შემთხვევაში პოლიტიკური ფიგურა და რამდენად მოახერხებთ ქართულ რეალობაში და მით უმეტეს თბილისში აპოლიტიკური იყოთ. თუ აპირებთ ამას საერთოდ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა შეკითხვისათვის. რა თქმა უნდა, ახლა გათვისმობიერებული მაქვს, როდესაც თბილისის მერობა გინდა და თბილისის მერის თანამდებობა, ვინაიდან არის არჩევითი თანამდებობა, თავისთავად რა თქმა უნდა ის გულისხმობს, რომ ეს არის პოლიტიკური თანამდებობა. მაგრამ სწორედ აქ არის საინტერესო რამ, გააჩნია ვინ როგორ უყურებს პოლიტიკას და ვინ როგორ აფასებს პოლიტიკას. მე ჩემის აზრით ამ ეტაპზე, ჩემი ღრმარწმენით, პოლიტიკა სულად სხვაგვარად უყურებ. ჩემთვის პოლიტიკა არ არის დაუშვათ იმ კლასიკური გაგებით პოლიტიკა. მე მინდა ვიყო იმ პოლიტიკაში ჩართული, რომელიც არ არის დაკავშირებული სხვადასხვა პროექტების განხორციელებასთან, სოციალურ პროექტებთან დაკავშირებული, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული, ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასე ვთქვათ, დამკვიდრებასთან დაკავშირებული. აი ეს ის პოლიტიკაა, ჩემისათვის, რომელიც ბევრად უფრო საინტერესოა ამ ეტაპზე ჩემთვის, ვიდრე კლასიკური გაგებით პოლიტიკა. ამიტომ გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენს იქნებით მეურნე მერი. იცით რა თქმა უნდა, პირდაპირ მოვალეობა არის დედაქალაქის მერის, რომ ის იყოს თავიდან ბოლომდე ჩართული იმ საკითხების მოგვარებაში, რომელიც ესოდენ ჯერ კიდევ აწუხებს დედაქალაქს, ხო? ჩემის აზრით, მერს უბრალოდ არ უნდა კონდეს იმისი ფუფუნება, რომ აქტიურად იყოს ჩართული კლასიკური პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ბატალიებში. იმიტომ იმდენი პრობლემა, იმდენი საქმე, იმდენი პროექტი, ამასაც არის გუნდი, საკრებულოში იქნება, რომელიც იქნებიან, ასე ვთქვათ, აქტიურად ჩართულები, თუმცა უშუალო ჩემი ფუნქცია იქნება იმ პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობა, რომელიც თბილისელებს აწუხებს, რომელიც აშკარად, იცით რა არის, გულახდილად უნდა ვთქვა, თბილისელები და დედაქალაქი დაიღალა ამ დაბოღმილი პოლიტიკის მსხვერპლის როლში ყოფნა. თბილისი იმსახურებს ბევრად უფრო მეტი საქმის კეთებას, ბევრად უფრო მეტი სიყვარულით. და ჩემი თავარი ამოცანაა, რომ ჩემი გამარჯვება, იცით
მიუძღვნა არა მხოლოდ რაიმე პროექტების განხორციელებას, რაც თავისთავად არის ძირითადი მოვალეობა და ვალდებულება დედაქალაქის მერის. არამედ მე როგორც არასოდეს, აი ყველაზე მეტად რაც მინდა, გულით რაც მინდა, არის ის, რომ დედაქალაქში იქნებ ერთხელ და სამუდამოდ რაღაც ერთიანობის შეგრძნება გაჩნდეს. შეგრძნება, რომელიც დარწმუნებული ვარ, არის ძალიან ბევრ თბილისელში უბრალოდ არის მინდავლებული და ამას უნდა გაღვიობა. ჩემის აზრით დედაქალაქის მერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ ეს გახლავთ, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, მათ შორის დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის გახდეს ერთგვარი ხიდი. შეგიძლიათ რომ პასუხისმგებლობა ამ მომხრევლისგან თქვენზე ძალიან დიდი იქნება თუ თქვენ მერი გახდებით, მაგალითად, ვინც არ უნდა იყოს მერი, იმიტომ რომ პრეზიდენტის შემდეგ პირი, რომელსაც ირჩევს პირდაპირ ამ მომხრეველი, ეს არის თბილისის მერი, რომელიც პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე მეტ ხმას იღებს ამ მომხრევლისგან. რაც წამს ნამდვილად ღრმად, რომ დედაქალაქის მერი უნდა ტოვებდეს განცდას ნებისმიერ თბილისელისათვის, რომ ის არის მისი მერი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. დღეს თბილისში ცხოვრობს 1,5 მილიონი ადამიანი და ბუნებრივია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მატარებელი ხალხია, რაც სავსებით ნორმალურია და ღმერთო დაგვიფაროს, რომ ყველანი ვიყოთ ერთკუაზე, ხო? მაგრამ როდესაც შენ გინდა დედაქალაქის მერობა, შენ არ გაქვს იმის უფლება, რომ მხოლოდ მკვეთრად ასოცირდება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას. იმიტომ აქვს ხედავთ ჩვენ ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები ვართ. ჩვენ ყავს მეგობრები, ახლობლები, მეზობლები, ნათესავები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების არის, მაგრამ ეს ურთიერთობაში ჩვენ დღეს არ გვიშლის. ამიტომ როდესაც დედაქალაქის მერი გინდა გახდე, ჩემის აზრით ეს კარგად უნდა ახსოვდეს ნებისმიერ მერს, რომ თავარი არის ის ტოვებდეს განცდას, რომ ყველასი მერია. და მე ძალიან მიყვარს ხოლმე, როდესაც რამდენიმე ჩემი, ასე ვთქვათ, კონკურენტისგან, მერობის კანდიდატისგან იმდაგვარ რიტორიკას ვისმენ, რომ აი ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩება, ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩება, მე მოვალ ამას გავაკეთებ. თუ ამის კეთება გინდა და ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩება, ამისათვის დედაქალაქის მერობა არ არის საჭირო. ძალიან სამწუხაროა ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ შუაგულ თბილისში და ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რითიც ყველა დაიღალა. მე 34 წლის ვარ და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება აი ამ მოვლენებს ვაკვირდები და ვუყურებ 90-იანი წლებიდან მომდინარე და მაშინ მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც 50% მოსახლეობის გაიყიდა მეორე 50% მოსახლეობის ავტომატით ხელში და ძალიან რამდენიმე წელიწადი ძალიან ბევრს ეგონა, რომ სწორი იყო ის, რომ 50% თანაქალაქელებს გაიყიდნენ მოსაკლავად, მაგრამ დრომ ხო აჩვენა, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საქმის კეთებაზე. და ეს ურთიერთდაპირისპირება, ურთიერთქიშობა არაფერს კარს ჩვენ როგორც მინიმუმ არ მოგვიტანს, ხომ? მაშინ რა საჭირო არის სახელმწიფო? მაშინ რა საჭირო არის სახელმწიფო ინსტიტუციები? მაშინ ვიქნას დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ მოდით 2-3 გავიყოთ და ვინც ერთმანეთს მოერევით, ის იყოს ასე ვთქვათ გამარჯვებული, ხო? მაშინ რაში გჭირდება ჩვენ სახელმწიფო? რაში გჭირდება არჩევნები თუ კი შუაგულ თბილისში ესეთი რამ ხდება? მე ვახსენე უკვე რომ ასეთი რამ თქვენს გადაგხდავს სწორედ ვაკეში. მაგრამ თქვენ უფრო ადვილად გამოძვერით იმ შემთხვევაში ბატონიკა, რომ არ ვისაუბროთ პოლიტიკურ გამოცდილებაზე და ვისაუბროთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც თქვენ აი ასეთი საქმეების გასაკეთებლად დაგჭირდებათ თბილისში. რისი გამოცდილებაც მოდით მე ვახსენე პირდაპირ დავით ნარმანიას, რომელიც თქვენი მთავარი კონკურენტი ალბათ და ალბათ თქვენს ასეთ ვთვლით, რომ ის თქვენი მთავარი კონკურენტი იქნება. მას აქვს ამის გამოცდილება, თუნდაც უკვე როგორც ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს. თქვენ თუ გაქვთ ასეთი ტიპის გამოცდილება და როგორც შეაფასებთ მოდით თქვენი კონკურენტის გამოცდილებას იმ ტიპის სამსახურებში, რომლებიც პირდაპირ იყო კავშირში მოსახლეობასთან და ვიყავით, ანუ სერვისზე ორიენტირებული მომსახურებაში ვიყავით მოქალაქეების, განსაკუთრებით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ვიყავი ერთ-ერთი ასე ვთქვათ რთული რაიონის გამგებელი და რა თქმა უნდა ეს გამოცდილება მე არ მინდა ჩემ თავზე ვისაუბრო, მე მეტი მას გამოცდილება ამ თვალსაზრისით ვიდრე რომელიმე ცალკეაღებულ კანდიდატს, მაგრამ როგორც მინიმუმ თავდაპირველად ვიტყვი ამის ნაკლებობა ნამდვილად არ არსებობს. ამიტომ ძალიან წყობრი გეგმა მაქვს, ძალიან კარგად ვიცი დღეს თბილისს რა ჭირდება და ძალიან კარგად მესმის თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ ის წარმატებული პროექტები განხორციელებული კიდევ უფრო განვითარდეს, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული დედაქალაქის მასშტაბით ამ შემთხვევაში ვსაუბრობ, იქნეს აღმოფრილი და ამისი ცოდნაც მაქვს, გამოცდილებაც, კომპეტენცია. წინა შემთხვევაში მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ნამდვილად არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს და მეცაც გეტყვით, არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს, რომ დამენახა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, რომ დამენახა, რომ ქვეყანა ვითარდება, რომ დამენახა, რომ ახალ სიმაღლეებს იპყრობს ახალი დღევანდელი ხელისუფლება, ხომ? რომ დამენახა, რომ უარი თქვა მანკიერ პრაქტიკებზე და ტრადიციებზე, რაც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში. ეს რომ დამენახა, მე ნამდვილად არ გადავდგამდი ამის, მაგრამ სრულიად საპირისპირო სურათს ხედავ. და აი ამ კეთილსახიერი
ნიღბის მიღმა იმალება სრულიად სხვა რამ რაც რისი მოსწრებით დღეს ჩვენ ვართ. ამიტომ მე თავი მოვალე ჩავთვალე და ჩემი მეგობრების ასეთქაც დახმარებით, მათი დროშის დომით, სადაც გესნაბიჯი შევედი იმ ბრძოლაში, სადაც მე კი არ მინდა გამარჯობა, შევედი იმ ბრძოლაში, სადაც ჩემს მეგობრებს კი არ სურთ გამარჯობა, შევედით იმ ბრძოლაში, სადაც ჩემის აზრით დღეს ქვეყანა სჭირდება, იმიტომ რომ ეს არის გუნდი და მე წარმოვადგენ გუნდს, პირდაპირ გეტყვით. არ იყო ჩემთვის მარტივი ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ფიქრობდი გადამედგა ეს ნაბიჯი თუ არ გადამედგა. და პირდაპირ გეტყვით, ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობრებმა, ახლობელმა მაინდა-მაინც ასე ვთქვათ არ მომიწონა ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ იცით არის ხოლმე ზოგჯერ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც სიმართლე არის შენ მხარეს, მაგრამ ამ სიმართლის დამტკიცებას სჭირდება დრო. მე ვფიქრობ, რომ დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც ნამდვილად არის სიმართლე ჩვენ მხარეს, ჩვენ ვართ მართლები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა ხანში დღევანდელი ქართული ოცნების უმხურვალე მხარდაჭერებიც კი გაგვიჭრენ მხარს, იმიტომ რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც ამორჩეულმა უნდა გააკეთოს მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოს ან რეალურად უსაქმურობასა და საქმის კეთებას შორის. ან უნდა გააკეთოს არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ხო? ეხლა რამდენად ადვილად მოახერხეთ მეგობრების დარწმუნება? იმიტომ რომ ალბათ ეს პირველი ნაბიჯი იყო იმისათვის რომ შედეგს დაარწმუნოთ უკვე ამორჩეველი. ძალიან ბევრს ჰქონდა ჩამჯდარი, მაგათაც მე პირდაპირ გეტყვით, ეხლა უცნაური ბევრი რამ გადავხდა ხო კამპანიის მსვლელობისას, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსულა ჩემთან ადამიანი უთქვამს, რომ დიდი სიამოვნებით დაგიჭერდი მხარს, მაგრამ აი ეს ხუთიანი როგორ შემოვხაზოლა, ძალიან ბიჭის ხუთი, ეს რაც რეალურად ჩემის აზრით არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ აქ ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს პარტიებს შორის, ეს არის არჩევანი, სადაც ჩემის აზრით ვანდოთ უნდა იმ გუნდს თუ ამ გუნდს ჩვენი ბედი მომავალი 3 წლის განმავლობაში, რომელიც უკავშირდება თბილისის განვითარებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ აი რა თქვი პოლიტიკური სიმპათიებით არ უნდა იხელმძღვანელოს დღეს ამორჩეულმა იმ ეტაპზე ვართ, უნდა იხელმძღვანელოს იქიდან გამომდინარე და ხედულობაში მიიღოს ვის რა უნარი აქვს და კომპეტენცია, რომ საქმეები გააკეთოს, რეფორმები განახორციელოს. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი დაპირებები მოვისმინეთ დღევანდელი ხელისუფლების თავის დროზე, როდესაც ისინი იყვნენ ოპოზიციაში, ხო, რომელი ერთი გითხრათ, აი მაგალითად, აი ხშირად ვიხსენებ ეს დაპირებას, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მაშინდელმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკში შეხვედრაზე განუცხადა ძალიან ბევრ ხალხს, უთხრა, რომ ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ურეკში ყველა ოჯახში იქნება სოლარიუმი. იცით და დავიჯერეთ, იცით ჩვენ, ასე თქვა 1%-იანი, 2%-იანი, 3%-იანი იაფი, ასე თქვა ცეცხლები, ძალიან რომელი ერთი და რამდენი შესრულდა ამ დაპირებებიდან, რბილად ვთქვათ, რამდენი, ეს მაყურებელმა განსაჯა. ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომლებიც დასრულებას ელოდება. გავაკეთოთ არჩევანი ცივი გონებით და პრაგმატულად. ეხლა, როდესაც ჩვენ მივდივართ ექიმთან, როდესაც მივდივართ, ჩვენ რას ვაფასებთ, რამდენად კარგი ადამიანია თუ რამდენად პროფესიონალია. ეხლა ვიყო ცხოვრება ესეა მოწყობილი, ყველა არ ეყარება, ხო? უნებრივია, მაგრამ გამოცდილება და კომპეტენცია სულ სხვა სიბრტყეშია. ამიტომ ჩემის აზრით ეს არის ის, რაც სჭირდება დღეს საქართველოს. თან თქვენ ოჯახიდან გამომდინარე, ასეთი ცივი გონების გადაწყვეტილების როგორ გითხრათ, აი ხა მამაჩემმა ეხლა რომ მითხრას მომცეს ფონენდოსკოპი და მითხრა შვილო, აი ხვალ წადი შენ კლინიკაში, შენ გასინჯე პაციენტები, ვერ მივდივარ. და მე ცოტა წავიდე ეხლა. კი ბატონო, რაღაცას ეხლა ვიცი სადმო დავადო, ის უნდათ ღმას თქვათ, ვიტყვი რაღაცა დანიშნულების გამოვიწყებ, ყველაფერს დავუნიშნავ, მაგრამ ის რომ მივა, ასე ვთქვათ, აფთიაქში, ხო მივხვდება, რომ რაღაცა არაკომპეტენტურ ადამიანთან იყო, ხო? ამიტომ ჩემის აზრით სამწუხაროა ამის ფარო მიწევს დღეს ეს ფონენდოსკოპი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ქვეყნის მართვის არის არა ექიმის ხელში, არამედ ის იმდაგვარი პირთა ჯგუფის ხელში, რომელმაც არ იცის ამ ფონენდოსკოპის გამოყენება. ძალიან საკუთარი. მე მოგვიანებით აუცილებლად დავინტერესდები, რას ფიქრობთ თქვენი მამა იმის შესახებ, რომ თქვენ მერობის კანდიდატად იყრით კენს. ბატონ ნიკა, ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომლებზეც თქვენ თქვენს კლიპებში, საარჩევნო კლიპებში საუბრობთ, რომლებიც შეჩერებულია და დასრულებას ელოდება. რატომ შეჩერდა ეს პროექტები? მერიაში ჯერჯერობით ხომ ისევ ნაციონალური მოძრაობაა? კი ბატონო, მერიაში მე არ ვიტყოდი რომ მერიაში ნაციონალური მოძრაობა, იცით ეს არასწორი მიდგომა, მერიაში არ არის ნაციონალური მოძრაობა. თქვენ თუ გონიათ მერიაში დასაქმებული ხალხი აბსოლუტურად ყველა ნაციონალურ მოძრაობას უწევს ხარ, ძალიან ვწდებით, ხო? არა, ასე არ ჩვეულებრივ ანუ მერიაში არის ნაციონალური მოძრაობა, ის ჩემს აზრით არის არასწორი. ეს არის ის კლიშე, რომელიც უსამართლოდ შეიძლება რიგ შემთხვევაში სამართლიანათაც ასე თქვა მიეწება. ძალიან ცუდი ეს. მაგრამ მერიაში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს იმის უფლება არ აქვს, რომ იგი ატარებდეს ვიწრო პარტიულ
ფინანსური ინტერესებს. ყველასი უნდა იყოს. დამით თქვენ ხას უსვამთ კიდევ ერთხელ რომ თუ თქვენ აგირჩევთ ამორჩევილი ეს არ ნიშნავს რომ ნაციონალური მოძრაობა მოვიდა მერიაში. არა, იცით რა, ნაციონალური მოძრაობა, იცით ვიღაცამ შეიძლება მამამა გაიგოს რომ ნაციონალური მოძრაობა მერიაში ნიშნავს იმას რომ დაუშვათ თუ კი ლეიბორისტული პარტიის წევრი ან მისი ხარდაჭერი მოვიდა მერიაში რაღაცა სერვისის მისაღებად, ანუ არ გაუწიოთ ეს მოსახურეობა, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვუწევთ ეს არის გაერთიანება, რომელსაც უნდა მართვის-სადავეები, იმიტომ რომ საქმე აკეთოს კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ შეცდომების გათვალისწინებით. მე პირდაპირ გეტყვით და აგერ ჩვენთან არის გიგი უგულავა ესწრება და ძალიან ბევრი რამ მომწონდა. ხო დედაქალაქის ასე ვთქვათ თვითმმართველობის დონეზე რაც განხორციელდა, მაგრამ ახლა შორს ვარ იმ აზრისგან, ახლა ვინაიდან ჩამოგვიყავდა ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობა უკანასკნელი წელიწადების განმავლობაში, რომ მე ვთქვა, რომ ყველაფერი მომწონდა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები და მე რო გიგის ადგილზე ყოფილიყო, რაღაცებს ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი. რაც ბუნებრივია. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მომდენო მერი იქნება ის იტყვის, რომ აი მე ამას არ გავაკეთებდი. ამიტომ ეს არის ძალიან ნორმალური. რას გააკეთებთ განსხვავებულად? იცით როგორ გითხრათ, ეხლა არის მთელი რიგი პროექტები, იმაზე არ მინდა საუბარ, ყველამ კარგად ვიცით და ყველაზე ასე ვთქვათ გადაკლული ხარდაჭერი სხვა პოლიტიკური ასე ვთქვათ გაერთიანების ისიც აღიარებს და არ შეიძლება არ აღიაროს. თუ ობიექტურია ადამიანი, რომ თბილისი ტრანსფორმირდა, ეხლა შედარებით 2002 წელს რა იყო, ეხლა რო თუ გავიხსენეთ, ცხადზე ცხადია, ხო? მაგრამ მთელი რიგი გადაწყვეტილებები იყო, რასაც გიგი უფრო თანამ გადაწყვეტილებებს ეძახის. იგივე არქიტექტორ თანამ გადაწყვეტილებს. მე ოდენავ უფრო სიფრთხილით მოვეკიდებოდი და კონკრეტული პროექტი დასახელოთ ჯგუფებთან კომუნიკაციის დონეს უფრო გავზრდიდი. თაბუკაშვილის ქუჩაზე დაანგრევდით თუ არა? ბატონო, თაბუკაშვილის ქუჩაზე სახს დაანგრევდით. თაბუკაშვილის ქუჩაზე რა თქმა უნდა ეს ფორმა იყო, ჩემი აზრით არ იყო მოსაწონი, მაგრამ აი თაბუკაშვილის სახლში მაცხოვრებელი ადამიანები დღეს ცხოვრობენ, თუ კი ლოკაციას ავიღებთ, უკეთეს ასე ვთქვათ უბანში, იმავე უბანში, უკეთეს სახლში, თუმცა რა თქმა უნდა, ფორმა ჩემთვის პირადად იყო მიუღებელი. გულახდილად გეუბნებით ამას, მახსოვს ის შემზარავი კადრები და ნამდვილად არ იყო მოსაწონი. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნორმალური, ეს არის ჯანსაღი პროცესები, რომელიც შიგნით მიმდინარეობს ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში. კარგი, დაუბრუნდეთ შეჩერებულ პროექტებს. რატომ არის ეს პროექტები შეჩერებული? რატომ არის შეჩერებული? მერიის პროექტები. ერთი ძალიან მარტივად შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მე ვთქვი ძალიან რთული არის რეალურად გასცე ამ კითხვას პასუხი. შეჩერდა აბსოლუტურად იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ უბრალოდ ნება არ გამოიჩინა. მაგალითად, თუ კი ავიღებთ შემოვლითი რკინიგზის უნიკალურ, ყველაზე ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ პროექტს, რაც კი განხორციელებულ უკანასკნელი 10 წლების განმავლობაში, მის 80% იცით რომ დასრულებულია და 20%იღაც შეგოდა და უკვე 2014 წელს დასრულებულიყო და 2015 წელს მთლიანად ექსპლუატაციაში შევიდოდა, რაც ახალ განვითარების ბიძგს აძლევდა ქალაქს, აბსოლუტურად თავისუფლებოდა 100 ჰექტარამდე ტერიტორია, სადაც მთელი სამშენებლო ენერგია მიმართული იქნებოდა იმ ტერიტორიაზე. შეჩერდა ელემენტარულად იქიდან გამომდინარე, თქვენ გახსოვთ რომ ჯერ თქვენს რომ ეს არის გაუმართლებელი, მე მოიწონეს და ბოლოს დააკონსერვეს სხვა. მერიასთან ამდენად იყო ეს კავშირში. ბატონო? მერიასთან ამდენად იყო ეს უშუალო კავშირი. მერიასთან რა თქმა უნდა სამწუხაროდ არ იყო კავშირი, ჩვენ ამას არ შევეჩერებდით, უბრალოდ ჭირდება გამარჯვება იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად კარგი გაგებით ვამბობ, ვაიძულოთ კარგი საქმის კეთება ცენტრალურ ხელისუფლებას და ის დადგენილება, რომელიც მათ გამოსცეს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 19 თვით საფუძველზე შეაჩერეს ეს პროექტი, ამ პროექტის განხორციელება, ასე ვთქვათ, განხორციელდეს. ვინაიდან მთელი რიგი უბნებისთვის და მიკროუბნებისთვის, მაგალითად დიდუბეში, ერთადერთი ხსნა და შვება არის ამ პროექტის განხორციელება. არაფერი სხვა არ შველის იმ რაიონს, ვინც წარმოუდგენელია 15-20 მეტრში გადის, ასე ვთქვათ, მატარების შემადგენლობა ნავთობპროდუქტებით, ასე ვთქვათ, დატვირთული. ხომ, როგორც აი ღვიძლის ტრანსპლანტაცია, მხოლოდ ავტოფისის ერთადერთი ხსნა და სხვა არაფერი არ შველის, ხომ, იგივე არის. აი ეს პროექტი არის უდიდესი ხსნა. და გადაწყვეტილება კავშირში იყო. ყველაფერს თავიდანვე სხვადასხვა 6-7 ადამიანი იყო და ასე ვთქვათ, მან დასაქმებული. გარდა ამისა, ახლა დიდუბე დიღმის დამაკავშირებელი ხიდი სამანქანო, რომელიც იმ სატრანსპორტო კვანძს გახსნიდა, ამ ტრომს გახსნიდა, ხო, ეს უდიდესი შეცდომა იყო და მხოლოდ ჩემო ოპონენტმა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაშინდელმა მინისტრმა უბრალოდ დავით ნარმანიას მოგისმენთ, რომელიც ახლა მერობის კანდიდატია. პროექტი თითქოს არ მოიწონა დიზაინი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეტროსადგური უნივერსიტეტის, მაღლივი უნივერსიტეტის, ასე ვთქვათ, სადგურის ამუშავება, ყველაფერი თითქმის მზად არის და ნება არის საჭირო და იმედია უახლოეს პერიოდში ეს განხორციელდება და გარდა ამისა, ახალი პროექტები გვაქვს ჩვენ უკვე დარგეგმილი, დამუშავებული, რომელიც უკვე თაროზე გვიდეს. რეალურად გამენათები არის ამ პროექტებზე და რომელი ერთი ჩამოგითხოვოთ, მაგალითად თამარაშვილის, ასე ვთქვათ, გამზირზე, ვაკე-საბურთალოს გზაზე, იქ უნდა გაკეთდეს აუცილებლად თანამედროვე ესტაკადა, სადაც ორდონიანი მოძრაობა იქნება, სადაც შესაძლებელი იქნება შუქნიშის გარეშე უწყვეტ რეჟიმში მუშაობა. ამას მინდა ხაზი გავუსვათ, ეს არ არის მხოლოდ იდეების და კონცეფციების თემაზე, ეს არის უბრალოდ აბსტრაქტული ეფერმე, ეს არ არის მე ეს მინდა, ეს დეევს, ეს არის პროექტი, რომელზეც ვიმუშავოთ, ეს არის პროექტი, რომელზეც იმუშავა დედაქალაქის მერიაში დასაქმებულ ხალხმა. ასევე ვაშლიჯვარში თანამედროვე ესტაკადა, რომელიც ვაშლიჯვიდან წარმოიდგინეთ აღმაშენებლის ხელოვნისკენ უწყვეტ რეჟიმში მოახერხებს სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას, ასევე შუქნიშის გარეშე. ეს მთელი რიგი ასე პროექტებია, რომელიც არ იცის, რომელიც თბილისთან დაკავშირებით, გამწონებასთან დაკავშირებით თქვენ აგრეთვე გაქვთ პროექტები, ძველ თბილისთან დაკავშირებით, გამწონებასთან დაკავშირებით რამდენადაც ვიცი, გაქვთ აგრეთვე პროექტები. ძველ თბილისთან დაკავშირებითაც გვაქვს პროექტები, მთელი რიგი პროექტები გვაქვს, რა თქმა უნდა, ძველი თბილისი არის ჩემის აზრით. აი ძველი თბილისი არის ის რაიონი, სადაც ჩემის აზრით თუ კითხავთ, რა არ მოგწონდათ, ჩემის აზრით, სადაც დაბალი განაშენიანება არის, ჩემის აზრით, მაღალი განაშენიანების დაშვება, მე ამ შემთხვევაში არ როგორც ყოფილი თათმის რაიონის გამგებელი საუბრობ, არამედ როგორც იმ რაიონში მაცხოვრებელი, სადაც არის ასე ვთქვათ დაბალი განაშენიანება, 3 სართულიანი, 4 სართულიანი სახლები, იქ ჩემის აზრით 10 სართულიანი სახლის ამოვარდნილია კონტექსტია, რაც არ უღებს ბუნებას, ხასიათს ამ რაიონის. საბაგიროები თუ უნდა იყოს? საბაგიროები ნამდვილად თუ გააჩნიათ ახლა რომ საბაგიროზე მეკითხებით, თქვენ თუ პანორამა თბილისზე მეკითხებით, ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი პროექტი, რომლის განხორციელებაც დაუშვებელია ნამდვილად ბევრი მიზეზთა გამო. ერთი იმიტომ რომ რეალურად იქ სადაც უნდა თანა ინვესტირების ფონდს თუ ასე ეწოდება მას და ბიძინა ივანიშვილს ამ პროექტის განხორციელება ეს ასე ვთქვათ იწევს ძალიან ცუდ შედეგს ორი მიმართულებით. ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აბსოლუტურად დემონტაჟს იწევს, რომელიც უკვე მდგრადია კონსტრუქციულად ერეკლეს მოედანზე და მეორე რაც ყველაზე მთავარია სოლოკის ხეივნის მოჭრას, რომელიც სხვათაშორის უკვე დაწყებულია ნებართვის გარეშე, იგი მოიჭრა და თქვენ იცით რომ ის არის ლანდშაფტური ზონაში, სტატუსი აქვს იმდაგვარ რომ იქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება დაუშვებელია და ჩემის აზრით თუ კი 600 მილიონის ინვესტირება საჭირო რაც მისასალმებელია და ანუ სურვილი არის უნდა მოხდეს სხვა პროექტში და არა იმ პროექტის განხორციელებაში რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან ძველი თბილისის არეალში. ანუ ეს არის დღეს რომ დააჩეროს ნებისმიერ მილიარდ 200 მილიონი ჭირდება დღეს თბილისში, როცა მწვავე ავარიული სახლების პრობლემები გადაიჭრას. როდესაც ჩვენ 600 მილიონ ლარს ვდებთ ამ პროექტში და თან ვიძახით, რომ ეს არ არის კომერციული პროექტი. იცით, ცოტა გაუგებარია და დისონანსში მოდის ერთმანეთთან. თუ მაინდა-მაინც საბაგირო გვინდა, ჩვენ გვაქვს მაგალითად არაჩვეულებრივი პროექტი უკვე მზად, რომელიც მეტროს სამგორიდან ვაზისუბნის ცენტრამდე არის ასე ვთქვათ პროექტი მზა, ითვალისწინებს საბაგირო ქსელის მოწყობას, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა. ამიტომ უმჯობესია თუ მაინდა-მაინც საბაგირო გზა გვინდა, არის არაჩვეულებრივი კონცეფცია და პროექტი თაცმილის პარკის დაკავშირება კუსპასთან, ხომ? რომელი ერთი გითხრათ, მაგალითად დიდუბეს მეტრო და ვაშლიჯვარამდე. ძალიან ბევრი წერტილი, სადაც შეიძლება ეს გამოიწევნოს. ბატონ ნიკა, მე უკვე ვახსენე მწვანე საფარი ქალაქში, ამ თვალსაზრისითაც მაინტერესებს თქვენ დამოკიდებულება, თქვენ ერთ-ერთელ იხუმრეთ კიდევაც, რომ ჩემი კონკურენტები თუ მაინც გაამრავლებენ ამ მწვანე საფარს, ჩემთვის როგორც მელიასთვის ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? იცით, რა თქმა უნდა, ამას წინ არაფერი არ უდრეს და აუცილებლად ტყუილი არ უნდა უთხრათ მოსახლეობას. ეს დაახლოებით იმ ლიგაში არის ეს დაპირება, როგორშიც აი ეს სოლარიუმის დაპირება იყო. აი ეს სამი ხალხელიცაში ხეები, სოლარიუმები ჩემის აზრით უხერხულია უბრალოდ. ყველაფერი არ უნდა ვიკადოთ, იცით, მე მახსოვს ასევე არ შემიძლია ხა შეიძლება უშუალოდ არ ეხება ამ საკუთრ გამახსენდა და სურვილი მოხდა თქვა, აი ქართული ოცნების წინა საარჩევნო 2012 წელს გულისხმობ, როდესაც უდიდესი აქცია გაიმართა თქვენ გახსოვთ თბილისში, ხო? მანამდე იყო რომელიღაცა ქალაქში ასევე აქცია და იქ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა ხალხს რომ მობრძანდით აუცილებლად თავისუფლების მოედანზე, მე თქვენ იქ ისეთ ადამიანს განახებთ, რომელიც წლების განმავლობაში არ გინახავთ.
და მე მახსოვს ისედაც აპირებდა იქ ხალხი მისვას, მაგრამ მე მახსოვს თბილისელები მართლაც ესეთი აღტკინებულები იქ მიდიოდნენ, ვინ უნდა მოიყვანოს ბატონმა ბიძიდან, ვინ უნდა გვანახოს თავისუფლების მოედანზე. ისეთი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში არ გინახავს. და სამწუხაროდ იქ იყო ესეთი მithქვა, რომ აც გარდაცვლილი ადამიანები არიან სოციალები და ისე. ან როდესაც შე პრემიერ-მინისტრობა გინდა, როდესაც შენ ხელისუფლების სადავებთან გინდა მოსვლა, ჩემის აზრით, მოსახლეობას, ისედაც გაწამებულს, ისედაც ასე ვთქვათ, აჟიტირებულს, ისედაც დაღლილს ამ პოლიტიკურ მოვლებში პოვობს, არ უნდა აკადრო, არ უნდა მოატყუო და ჩვენ სწორედ ეს განგვასხვავებს ამ გუნდებისგან, რომელიც არიან ეს პოლიტიკურ სპეციფიკას წარმოადგენენ. მადლობა. ბატონო ნიკა, თუ მოხდება ისე, რაც ჩვენ ნახეთ ამ წლის დასაწყისში, რომ მერიაში იქნება წარმოდგენილი მთავრობაში სხვა ძალა და საკრებულოში სხვა ძალა. როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხებთ თქვენ თანამშრომლობას? ჩვენ ნახეთ რა მოხდა წლის დასაწყისში, როდესაც ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოხდა თბილისისთვის და ჩვენ სწორედ ამ სტუდიაში ერთად ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა პრობლემებს უქმნიდა ეს უკვე ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი შემაკავებელი ფაქტორი თბილისის განვითარებისათვის, რომელიც ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შეუქმნეს თბილისის დედაქალაქს. ძალიან სამწუხარო იყო, ხელოვნურად იქნებოდა პრობლემები, გაიწელა დროში ბიუჯეტის დაგეგმა და უამრავი პროექტი ვერ გახორციელდა. სახე, როდესაც არის ავარიული, იმას შველა უნდა დღეს, ხვალ და 3 თვეში არის დაგვიანებული სამწუხაროდ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაში საგანგაშო არაფერი არ არის, თუ კი მრავალპარტიული ასე ვთქვათ საკრებულო გვექნება პირიქით. მე მიმაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს ძალთა ბალანსი სახელმწიფო გოლებსა და შტოებს შორის. ჩემის აზრით, ამის არარსებობა ნაციონალური მოძრაობისთვის წინა წლებში შეიძლება დათული სამსახური გაუწია. ვინაიდან როდესაც კონკურენციას გზნო, როდესაც ბალანსია დაცული, როდესაც რომელიმე არჩევით, ასე ვთქვათ, გოლში არის სხვა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი, ისინი თანამდებობაზე მუშაობისას ეჯიბრებიან ერთმანეთს საქმის კეთებაში და არა წინა საარჩევნო 3-4 თვით ადრე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ სამუდამოდ ეს ბალანსი იქნეს დაცული და მე ვფიქრობ, რომ ვინც არ უნდა იყოს, რა კონფიგურაციაც არ უნდა მიიღოს დედაქალაქის საკრებულომ, ყველასთან მზად ვარ სათანადო და აუცილებლად გამოვნახავ ენას ყველასთან, იმიტომ რომ თბილისი არის უნიკალური, თბილისი არ აქვს ალტერნატივა და მიმაჩნია, რომ თბილისი არ არის იმის ღირსი, რაც უკვე ვთქვი, რომ დაბოღმილი პოლიტიკოსების ტყვეობაში ვამყოფოთ ჩვენ წლების განმავლობაში. ბარემ მინდა კითხოთ კონკრეტულ პროექტებზე საუბრობთ. ჩვენ და თქვენ ავარიული სახლები ახსენეთ. ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რა იცით რა თქმა უნდა ჩვენ როგორ არ არჩეულებული ხრუშოვკები, რომელზეც იყო საუბარი. ხრუშოვკები, ნუ სამწუხაროდ ესეც იყო ის დაპირება, ასევე მესამე არის იმ ლიგიდან ეს დაპირება, რომელიც შეუსრულებლად, ანუ რეალურად წარმოუდგენელი იყო ამის შესრულება და წინა საარჩევნო ხმებზე ნადირობას გავდა და მალევე საყმის ბუშტი გასცა და მალევე ამხილეს ამ იდეის ინიციატორი თავისივე გუნდის წევრებმაც, რაც სასიხარულოა, რომ ესე მოხდა. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გეგმა და არა მხოლოდ გეგმა, წყობრი გეგმა, თქვენ იცით, რომ არაჩვეულებრივი პროექტი თვით ახალი სიცოცხლე მუშაობდა და წარმატებით მოქმედებდა იმ წლებში და ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ მსგავსი პროექტის ამოქმედებას, უბრალოდ რა თქმა უნდა იქნება კორექტირება შეტანილი, რომლის ფარგლებში ჩვენ კვლავ მივხედავთ ძველი თბილისის განსაკუთრებით ავარიულ სახლებს, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ავარიული სახლი არის ძველ თბილისში და არა მხოლოდ ძველ თბილისში, კორპუსებიც არის ავარიული, მათ შორის ხრუშოვკებიც და ასევე მინდა გითხრათ, რომ იცოდეთ უბრალოდ, რომ დღენიადან ჩვენ სხვადასხვა გამგეობები, მაგალითად, როგორც თათმის რაიონის ყოფილმა გამგებელმა მინდა გითხრათ, რომ შარშან წლის განმავლობაში, 2013 წლის განმავლობაში ჩვენ გავამაგრეთ 44 სახლი, ხომ? 44 სახლი. გავაკეთებდით უფრო მეტ სახლს ჩაუტარებდით რეაბილიტაციას, რომ გქონოდა მეტი საშუალება. სამწუხაროდ 2013 წელს ჰქონდა 14 მილიონი ბიუჯეტი გამგეობას. წელს 2013-ში გვაქვს 11 მილიონი და რატო გვაქვს 11 მილიონი? ვინაიდან რეალურად ეკონომიკა არის უდიდესი პრობლემაში რამდენად ეყოფა ის ფინანსები, რომელიც თქვენს ხელთ იქნება იმ მასშტაბურ პროექტებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ? რა თქმა უნდა, პრიორიტეტები იქნება განსაზღვრული, ყველაფერს ტყუილი არ უნდა ვთქვა და აწლილობის განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებს ვერც ერთი მერი 3 წლიან ვადაში ვერ მოაგვარებს,
თუმცა ჩვენ ხვალინდელი დღე გვინდა დღეს ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო ჩვენ გვინდა რომ ის პროექტები რომელიც განხორციელებადი არის იქიდან გამომდინარე უკვე გვიდებს განვახორციელო და ხორცი შევასხათ დღეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და დასანანია როდესაც თქვენ იცით ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ნახევარი საქმე არის პროექტის მომზადება როდესაც ეს პროექტები გიდებს შენ და ელემენტარულად ხელოვნურად ხელს გიშლის საკრებულოს წევრები რომელიც მართლა ვერ გავიგე რანაირად და რა ნიშნით მოხდნენ თავის დროზე საკრებულოში და მნიშვნელოვანია რომ ეს პრობლემები აღარ შეიქმნას. მე ბედნიერი ვიქნები რომ ვინც არ უნდა მოხდეს საკრებულოში, რომელი პოლიტიკური გაერთიანების წევრიც არ უნდა იყოს. იგი იყოს მობილიზებული და კონცენტრირებული საქმის კეთებაზე და არ იყოს შუღლის კიდევ უფრო გაღვივებაზე. მე დარწმუნებული ვარ რომ დღევანდელ ასე თქვა 15 ივნის არჩევნებზე 10,000-ობით თბილისელი აი ამ ფაქტორს გაითვალისწინებს. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი კარგად საუბრობდეს, შეიძლება ადამიანი კარგად იღიმბოს, შეიძლება თავის სფეროში დამსახურებული ადამიანი იყოს, კარგი მსახიობი იყოს, დაუშვათ კარგი სპორტსმენი იყოს, მაგრამ თვითმმართველობაზე, თვითმმართველობის დონეზე აბსოლუტურად სხვა კომპეტენცია და გამოცდილებაა საჭირო. ჩემის აზრით, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი, იმიტომ საკუთარი ბედის ჭედლებით ჩვენ ვართ დღეს და ამორჩეველმა ეს რა გაითვალისწინოს. მე მინდა უკვე თქვენ წარმოადგინოთ ის ადამიანები, რომლებიც თუ თქვენ მოექცევით თბილისის მთავრობის სათავეში, თქვენს გვერდით იქნებიან. იცით, რა თქმა უნდა, მთავრობის გუნდი არის მოცულობითი და მე მინდა უბრალოდ წარმოგიდგინოთ რამდენიმე მათგანი დღეს მდგომარეობით. ეს არის ანდრო გიგაური, ადამიანი, რომელიც არის ძალიან გამოცდილი სხვადასხვა პროექტების განხორციელებით იყო იგი ასე ვთქვათ გამოჩენილი იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში და ვფიქრობ რომ დარწმუნებული ვარ მისი ენერგია, მისი ცოდნა და კომპეტენცია და განათლება რომელიც მან მიიღო წლების განმავლობაში წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობდა საზღვარგარეთ გამოადგება დედაქალაქის მერიას ასევე გიორგი უშიკიშვილი ყოველსათვის ცნობილი ადამიანი, არ მხოლოდ მის სფეროში, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალიან აქტიური ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ამაგი აქვს და ადამიანი, რომელიც გამორჩეულია ორგანიზაციული, ასე ვთქვათ, ნიჭით და ასევე ბატონი მამუკა კაცარავა, ასევე ყოველსათვის ცნობილი ადამიანი და ადამიანი ნამდვილად, რომელსაც აქვს უდიდესი ინსტიტუციონალური მეხსიერება ადამიანს, რომელსაც თავიდან ბოლომდე ესმის თუ როგორ მუშაობს დედაქალაქის მერია. მე ვფიქრობ, რომ ბატონი მამუკა და ბატონი გიორგი დედაქალაქის მერიაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი დედაქალაქის მერის მოადგილეების თანამდებობებზე, აუცილებლად გამარჯვების შემთხვევაში ისინი იქნებიან დედაქალაქის მერის მოადგილეები და ივა ჭყონია ასევე ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელიც არის დღეს მოქმედი თაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე და თაწმინდის რაიონი არის ის რაიონი, რომელთანაც მიმართებაში მაქვს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება და ვის თუ არა ივას მოვიაზრებ თაწმინდის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ, ეს ის ხალხია და რა ნიშნით შეირჩა, შეიძლება თქვენ მე გითხოთ, ხომ? ეს ის ხალხია, რომელთაც ყველაზე მთავარი აქვთ რაც ძალიან ბევრს არ აქვს. აქვს უნარი და რაც თავარია უნდა და სურვილი აქვს ითანამშრომლოს აუცილებლად ყველასთან. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა სხვადასხვა, რაც გააჩნიათ დღეს თბილისში სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიები იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, ეს არის ხალხი, ვისაც ნამდვილად შესწევს უნარი ითანამშრომლოს და ის ხაზი, რაც მე ძალიან მინდა რომ გავატაროთ ჩემი მეურობის შემთხვევაში, რომ არ ვტოვებდეთ სუბიექტიურ დამოკიდებულება არ გქონდეთ, არ ვტოვებდეთ საბეჭდილებას რომ ვიღაცის მერი ვარ და ვიღაცის მერი არ ვარ, აი ეს ის ხალხია, რომელიც ამას კატეგორიულად არ დაუშვებს. მე დარწმუნებული ვარ. ჩვენთან აგრეთვე იმყოფება თქვენი სიის პირველი ნომერი, ქალბატონი სევდია, რომელსაც მე მინდა ახლა სიტყვა მივცე და ვთხოვო გვითხრას, თუ რატომ უნდა დაუჭიროს თბილისელმა ამომრჩეველმა მხარი ნიკა მელიას. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა რომ აქ ვართ და გვაქვს საშუალება წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდი, ხოლო ნიკა მელიას რაც შეეხება, მან ამ წუთას ისეთი კარგი წარდგენა გააკეთა თავის, რომ მე ვფიქრობ, კითხვები არ დატოვა. ჩემთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან ეხმიანება პიროვნული თვისებებით და თავისი ინტელექტით ჩემ სტანდარტებს, რაც მე ჩამომიყალიბდა
პატარა არ ვარ როგორც მოგეხსენებათ და პირველი ეს თვისება არის თანამშრომლობა ყველასთან. ვერავინ ვერ იტყვის ალბათ ჩემზე მე იმედი მაქვს რომ მათ შორის დაპირისპირებული ოპოზიციური განწყობილი პიროვნებები რომ საკრებულოში ყოფნის დროს მე ვინმე სანკრიჭაში ვედექი ან რაღაც არაკორექტული ვიყავი ან რაიმე მტრული დამოკიდებულება მქონდა და ასეთი მე მართლაც არ გამოჩნდა შიგნით გულშიდაც კი თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ თანამშრომლობა აი ეს თვისება აქვს ნიკას მას ეს შეუძლია და ის რაც მან დღეს ისაუბრა ამის საბუთია პროექტები რომელიც მან დაასახელა და რომლის ლობირებას ის შეეცდება მე ვფიქრობ რომ ის ამას შეძლებს ის არის ახალგაზრდა ენერგიით აღსავსე ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა ბატონო გიორგი და მაყურებელს მინდა მიმართოთ ჩვენ ვაკეთებდით საქმეს აქვე მინდა დავძინო რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ეს სრულიად სხვა სფეროა და ვერანაირად ვერ იდენტიფიცირდება სხვა რაღაც პოლიტიკური გუნდის მიმართ თუ რაიმე პრეტენზიები არსებობს ეს დამოუკიდებელი შტო არის ხელისუფლების და მართალია ცენტრალური ხელისუფლება და ახლანდელი ქართული ოცნება ცდილობს რომ ადამიანების გონებაში ეს რაღაც მიქსი მოახდინოს და აურიოს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანები თუ არ გააცნობიერებენ რომ ეს სრულიად სხვა სფეროა, ცალკე ხელისუფლება არ ჭირდება მას რაიმე პოლიტიკური мотиваცია იმისთვის რომ საქმე აკეთოს, მაშინ ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდება ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენი გუნდი, ჩვენ თუ შევალთ იმ რაოდენობითაც ფიქრობთ, მაშინ გამარჯვებული ვიქნებით და თუ ამას გააცნობიერებს ჩვენი ამომრჩეველი, მაგრამ მაინც მინდა დავძინო რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძოლებთ თბილისელების ინტერესების დასაცავად, როგორათაც არ უნდა შევიდეთ, რა კონფიგურაციით და როგორათაც არ უნდა დაალაგდეს იქ პოლიტიკური სპექტრი და ის რის დისტანცირებას გააკეთებს ნიკა, ანუ პოლიტიკური პროცესები ჩვენ გვექნება გასახორციელებელი ისეთ ადამიანებთან ერთად გამოცდილ, როგორც არის ბატონი ირაკლი აბესაძე, ბატონი მამკო ახვლედიანი და ის შემდგომ ყველაზე შემიძლია ვთქვა, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და მხოლოდ ხელს შევუწყობთ საერთო მშვიდობიანად განვითარების პროცესებს. მადლობა, ბატონო გიორგი. რატომ მოკამერია? ეს ბატონი მამუკა კაცარავად ბატონი მამუკა არანაირი პარტიის წევრები არ ვართ, ამიტომ ის ასე ვთქვათ დამოკიდებულებაც ბატონმა ნიკამ თქვა, რომ აი არანაირი პარტიული ასე ვთქვათ მისგომა არ იქნება ამ თვალსაზრისით, ნამდვილად გარანტირებულია შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მე იმაჩნია რომ ნებისმიერი ადამიანი შევაფასოთ როგორც პროფესიონალი, მხატვარი ან მუსიკოსი ასე შემდეგ და არა განვიხილოთ როგორც უმეტი პარტიის წევრი, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამის გარანტია ნამდვილად. მე ბატონ ნიკასგან მივიღე შემოთავაზება პირადად მისგან და რამოდენიმე დღე მქონდა მასთან ურთიერთობა და იმედად მოვიხიბლე არაჩვეულებრივი ადამიანია რომ ხოდაშორის არაზოს არ წარმოგიდგენია რომ მერიაში ოდესმე შეიძლება რომ მე მუშაობ მართლა არ წარმოგიდგენია არაზოს მაგრამ მან მითხრა რომ ძალიან უნდა რომ მის გუნდში ვიყო და ძალიან უნდა რომ მასთან ერთად ვიმუშაო და მე ძალიან გამიხარდა და ძალიან ბედნიერი ვარ და მაყოფილი ვარ და მე მინდა რომ მას წარმატებები უსურვო თუ და მე იმედი მაქვს რომ გახდება თბილისის მერი მე როგორც შემიძლია ის დაუდგები გვერდში მას რა მიმართულებით წარმოგიდგენიათ მე როგორ გითხრათ რომ მე რა ვიცი ახლა მე მგონი უკვე სახეზია რომ კულტურას ალბათ ხო ბატონი თუ სოციალური მიმართულებები ან არქიტექტურა ეს არის თქვენ გინდათ სიტყვა დიახ მე მინდა თქვენს მამას ვკითხო რას ფიქრობს ის იმაზე რომ თქვენ როგორც მომავალი მერი იყრით კენჭს ბატონო ანზორ რა აზრის ხართ თქვენ ამაზე შვილზე თუ საერთოდ შვილზე პირველი ამ შემთხვევაში შვილს საერთოდ არ ვაქებდი მაგრამ ბოლო დროს ბევრჯერ მომიწია ეკება მას შემდეგ რაც ხშირად გამოდიან და ამბობენ რომ ეს ნიკა თურმე 14 წლის ასაკში იყო ზონდერი თურმე და უვარდებოდა ხალხს ბინაში და ამიტომ ვინც მიცნობს უნდა უთხრა რომ 14 წლის მე-7 კლასელი არ შეიძლება და ყოფილიყო საგამძლე არ მიკვირს და არც შენ გიკვირს მაგრამ ამიტომ და ბოდიში მინდა მოუხადო მაყურებელს რომ ხშირად მიწევს ქება ჩემი შვილის მაგრამ დღეს რასაც უყურებ როგორც წარმოადგინა ნიკამ თავისი მომავალის სამუშაო რა კადრები შეარჩია იმედი ჩამესახა რომ ამას განახორციელებს იმიტომ რომ ბავშვობიდანვე იყო მიზანსწრაფი ხო სანახევრო საქმის გაკეთება არ უყვარდა ბოლომდე დაიხარჯებოდა ბოლომდე თავს შეწირავდა მაგრამ საქმის გააკეთებდა და კიდევ ერთხელ ამაში როგორც ექიმი კიდევ ერთხელ მივხვდი, როდესაც შარშან დაბახმევაში თხოვა დეკემბრის ახალი წლების წინადღები იყო, რომ 200-მდე პაციენტი გაგვესინჯა
დაბახმელაში იყო ყინვა, თოვლი და როგორ ექცეოდა ნიკა და მისი თანამშრომლები აი გამგეობის ავამტყოფებს როგორ ამოაცილებდნენ მეორე სართულზე მე სახში მანქანებით მიყავდა იქ მივხვდით რა ბედნიერებაა როდესაც სიკეთეს თესავ საერთოდ მელიებ ჩვენ სიკეთის თესვა მამაჩემიდან მოდის და ბაბუაჩემისაგან მაგრამ აი შვილი თუ აი ამას ასე ფართოდ განახორციელებდა ეხლა მე ექიმი ვარ და უმძიმესი ავამტყოფების მიღება მიწევს ხოლმე პირველი როცა შემოვა თვალებში რომ სხივი არ აქვს ჰაერი არ ყოფნის ირჩება და არ უნდა ხვალინდელი დღის გათენება და რომ დაძაბა გონებას ყველაფერი სწორ დიაგნოზს დასვამ სწორად და მეორე მესამე დღეს პატრონი რომ მოდის და ერთ კვირაში მოყავს ეს ავამტყოფი ბედნიერი ვარ რომ სხივი ჩაუდგა და სიცოცხლე უნდა ავამტყოფს ასე იქნება ნიკა და მისი გუნდი თბილისელებისათვის იმიტომ ის იქნება საყვარელი მერი არავინ არ იცის რომ ეს პარტია და იმიტომ ის არის ნაღდი თბილისელი უზომოდ შეყვარებული თბილისზე და უზომოდ დაიხარჯება ამაზე. მეც კი არ დამინდობ, მე უფრო მეტად მეშინია მე რომ გახდეს მე პენსიაზე უნდა წავიდე, იმიტომ რომ ჩვენზე ექნება ყველა ეს. მე მივხვდი რომ თქვენ არ დაგინდობდათ, როდესაც 200 კაცის გასინჯვა მოგთხოვათ მეხილვაში, მივხვდი მაშინ ამას. დიდი მადლობა და ბატონ ნიკა, თქვენ ახლა გაქვთ ერთი წუთი იმისთვის რომ საბოლოოდ მიმართოთ ამომრჩევას თქვენ მოდით ასე ვთქვათ, რამოდენიმე სხვა თქვენი ოპონენტების მკვდარი დაპირებები ახსენეთ, რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩევლმა რომ თქვენი დაპირებები უფრო სიცოცხლის უნარიანი იქნება? ჩვენ კი არ უნდა დაგვიჭიროს ხარ, მე კი არ უნდა დამიჭიროს ხარ, შენ გულს კი არ უნდა დაუჭიროს ხარ, ხარ უნდა დაუჭიროს ამომრჩევლმა რეალურად საქმის კეთებას და არა უსაქმოებას როგორც ეს უკვე ერთხელ ახსენე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ის პროექტები, განსახორციელებელი, რომელიც უკვე მზადყოფნაშია და მოლოდინის რეჟიმშია. ჭირდება უბრალოდ მესეური. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დიდ შვებას მიცევს თბილისელებს. გულისხმობ იაფი ტრანსპორტის პროგრამის განხორციელებას და ამოქმედებას. დღეს თქვენ იცით, რომ 12 საზოგადოებრივი ჯგუფის სარგებლობს შეღავათიანი ტარიფით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თუმცა დღეს ჩვენ ვთავაზობთ თბილისელებს და გამარჯვების შემთხვევაში სექტემბრის თვეშივე ყველა პენსიონერს, ყველა სტუდენტს, ყველა პედაგოგს, ყველა სოციალურ დაუცველს, ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მუნიციპალურ ტრანსპორტში, უბრალოდ მეტროსა და ავტობუსში შეეძლებათ 20 თეთრის ნაცვლად გადააბგიდნენ უფასოდ. და ყველა სხვა დანარჩენი თბილისელი აუცილებლად გადააბგირდება მუნიციპალურ ტრანსპორტში 20 თეთრიანი ტარიფით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ პროექტების გაკეთების საშუალება ჩვენ მოგვეცეს და ბოლოს ვიტყვი რითიც დავიწყეთ. ყველაზე დიდი სურვილი ჩემი და ჩემი მეგობრების და ჩემი თანაგუნდელების არის ის პროექტები, რა თქმა უნდა, რომ განხორციელდეს, რაც ჩვენ გვაქვს უკვე მომზადებული, მაგრამ ყველაზე მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ იქნებ რაღაცნაირად ყველანი ერთად გავერთიანდეთ თბილისში. იქნებ ერთად და სწორედ აქედან არის ჩვენი სლოგანი საარჩევნო ერთად ავამუშაოთ თბილისი და აქ გულისხმობ ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანს. ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანთან ჩვენ უნდა გქონდეს თანამშრომლობა და მათთან ერთად უნდა ავამუშაოთ. არავის არ აქვს უფლება თუნდაც არჩეულ მერს გქონდეს ექსკლუზივი თბილისზე თუნდაც 13 წელი. ამიტომ ეს არის ყველაზე დიდი სურვილი ჩემი და ჩემი მეგობრების, რომ აბსოლუტურად ყველასი ვიყოთ. ეს არის ძალიან კარგი, რაც შეიძლება მოხდეს დღეს თბილისში. მე წარმატებას გისურვებ. ნიკა მელია, თბილისის მერობის კანდიდატი.